ფინალში აი მუდმივი ჯახი, რასაც ვაანონსებდით, BMW Mercedes-ის წინააღმდეგ. Mercedes-ი როგორ აღმოჩნდა ფინალში, ამდენ BMW-ში ესეც გასაკვირია, თუმცა სალია დღეს არის უმაგრეს ფორმაში, ნუკრი სალია ესეთ ფორმაში ჯერ არ ყოფილა და ვიღებ GDS-ის მეორე ეტაპის 25 წლის მეორე ეტაპის ფინალური გავლის სტარტს, ნუკრი სალია წვანება გაღით ლიდზე, კარგი მოწყვეტა გააკეთა, მეორე თაჩენდგოუს, კარგად აიღო ზონაში, შედის ბოლომდე, მათერო ჭიკაშვილი წიქვია, ვნახოთ მეოთხე ზონისკენ გადაწყობას, რას იზავს და მასთან ერთად სინქრონში ეწყობა, მათერო ჭიკაშვილი მიუახლოვდა მაქსიმალურად ახლოს და შეეცდება, ეხა უკვე შეაწუხოს, ნუკრი სალია იდეალურად ავსებს მეოთხე ზონას. ყველანაირი დაიძრა ფარიდ გულიევი, ნუკრი აგრესიულად აკეთებს მოწყვეტას მის უკან, აიცის რომ სეიფანი ახლოს მიყვება, უფრო დიდ კუთხეში ჩადგა მესამე ზონაში და სრულიად სხვა ტრაექტორიიდან მოუწია გადაწყობის გაკეთება მეოთხე ზონისკენ და ფარიდ გულიევი თავის ერთ-ერთ საუკეთესო გავლას ასრულებს და ნუკრი სალია რა ახლოს მიყვება, მას უფრო დიდ კუთხეში მიყვებოდა და თვითონ აწევებოდა კიდეს თავისი ავტომობილის კორპუსით ლიდერს. მთელი მეოთხე ზონა გაცილება სალია დააკვირდი. და გამარჯვებული ამ გარბენში, რა თქმა უნდა, ნუკრი სალია. ყველაზე დომინანტი ჩეისი გავლა ქონდა დღევანდელ დღეს ნუკრის და კარგი საჭი დაიჭირა კუთხეში. იავა იმანოვი დაიძრა ფარიდ გულიევი, ნუკრი აგრესიულად აკეთებს მოწყვეტას მის უკან, აიცის რომ სეიფანი ახლოს მიყვება, უფრო დიდ კუთხეში ჩადგა მესამე ზონაში და სრულიად სხვა ტრაექტორიიდან მოუწია გადაწყობის გაკეთება მეოთხე ზონისკენ და ფარიდ გულიევი თავის ერთ-ერთ საუკეთესო გავლას ასრულებს და ნუკრი სალია რა ახლოს მიყვება, მას უფრო დიდ კუთხეში მიყვებოდა და თვითონ აწევებოდა კიდეს თავისი ავტომობილის კორპუსით ლიდერს. მთელი მეოთხე ზონა გაცილება სალია დააკვირდი.